როგორ ფიქრობთ, თავისუფლება ფრინველის გალიდან გაშვებასა და მისთვის ფიზიკურად თავისუფალი მოძრაობების აღსრულებაა თუ მაგალითად ბერად აღკვეცილი ბერების, რომლებიც ფიზიკური თავისუფლებისაგან შორს არიან, განმარტოვებულად ცხოვრობენ და თუ ორივე თავისუფლებას წარმოადგენს, მაშინ რა არის სრულყოფილი თავისუფლება. თავისუფლება გარეგან, ჩემის აზრით, თავისუფლება გარეგანი მონაცემებით ვერ შეფასდება ადამიანის თავისუფლება. რადგან თავისუფლება უფრო სულიერი რეალობაა, ვიდრე ფიზიკური, ამიტომ დიახაც, მაგალითად პავლე მოციქული თავის ბორკილებში უფრო მეტად თავისუფალი იყო, ვიდრე თქვა სხვა ვიღაცა შეიძლება ბორკილების გარეშე. და სხვათა შორის თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეს, როცა წერს პავლე მოციქული, მაშინ პატიმრობაში იმყოფება და ეს ეპისტოლე ძალიან ღრმა არის საღვთისმოწყალო თვალსაზრისით. სწორედ იმიტომ, რომ მისი გარეგანი არეალი შეზღუდული იყო და ის სიღრმეში ჩავიდა. ისიხასტური პრაქტიკა ლოცვისა, ეს არის ნებაყოფლობითი შეზღუდვა თავისუფლებისა, როცა შენი ფიზიკური არეალი მინიმუმამდეა შეზღუდული. აი მაგალითად იოსებ ისიხასტის პრაქტიკა როგორი იყო? და ეს რო სწორი იყო, ჩანს იქიდან, რომ მან აღორძინა, გადაარჩინა ათონის მთა ფაქტიურად სულიერ ბანკროტს და გაბანკროტებას და ამერიკაში, ესე იგი 19 მონასტერი, ათონის ტიპის 19 მონასტერი გუგუნებს საოცრება, რაც ჩემი თვალით ნახე, ეს არის საოცრება. ეს არის ერთი ადამიანის ღვაწლის ნაყოფი, რომელიც გარდაიცვალა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში და მისი პრაქტიკა ესეთი იყო. იგივე ხედავთ უამრავთან, ახლა უბრალოდ იოსებ ისიხასტი მოყავს მაგალითად, მას ჰქონდა კელია, რომელშიც ბოლომდე ვერც გაიმართებოდი წესიერად, აი რაღაც ესეთი ფანჯარა იმას არ ჰქონდა, ერთი იყო რა, კარების და ფანჯარის მოვალეობას ასრულებდა. მზის ჩასვლისთანავე, მანამდე ცოტა ისვენებდნენ, მზე რო ჩავიდო და იკეტებოდნენ ამ სენაკში, თვითონ მარტო, სხვები სხვა თავისთვის მარტო, სრულ სიბნელეში, არც სანთელი, არც კანდელი, ცდილობდნენ, რომ ესე იგი, ფაქტურად ეს არის სიკვდილის მოდელირება. სიკვდილის მოდელირება, გარე სამყაროსათვის სიკვდილის მოდელირება, როცა სინათლე არ არის, სივრცე არ არის და აზრები, რომელიც ტვინი ხო Wi-Fi-ით მუშაობს, აზრები შემოდის, მინიმუმამდე შეზღუდვა ამ აზრების და დატოვება 5 სიტყვის უფალო იესო ქრისტე, რომელიც არის შეკუმშული სახარება და შემიწყალმე, რომელიც არის შეკუმშული ასკეზა და მცდელობა, რომ ადამიანის არსება გაერთიანდეს და იმყოფებოდეს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრების ცენტრში, რომელიც არის ანატომიური გულის ზედა მხარეს. გული კი არა, ზედა მხარეს, დაახლოებით აქ. ანუ ეს და ესე გაგრძელდეს მთელი ღამე, დიდი 8 საათი მაგალითად, ხო? ეს ხო არის გარეგანის შეზღუდვა, ფიზიკურად. მაგრამ ეს არის შინაგანი თავისუფლების მოპოვება, იმიტომ რომ უფალი გვეუბნება, რომ ღვთის სამეფო, ანუ სასუფეველი, თქვენ შიგნით ეძებთ. აი წეღარო ვთქვით, ის სივრცე, რომლის მიღმიერიც არის ღმერთი. და თავისუფლებაც, სიყვარულიც და ყოველგვარი ონტოლოგიური ღირებულებები არის, ონტოლოგიური ღირებულებების წყარო არის ღმერთი, ხო? აი ეს ყველაფერი. მაგრამ მე როგორც ღვთისხატება, ხო, ჩემში უნდა ეს ყველაფერი რეალიზდეს, თუ სამყარო ხო შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანი რეალიზდეს როგორც ღმერთი. სად უნდა ვიპოვო მე ღმერთი სამყაროში? სად? ქვაში? მთვარეში? ზღვაში? ყველაზე ძვირფას სამყაროში ადამიანია, იმიტომ რომ უთელეს მშვენიერება ადამიანის მიერ არის აღქმული. ადამიანში სად? ყურის ბიბილოში, მუხლის თავში სად? სადაც ჩემთვის გარეგნულად სიყვარულის და ბედნიერების განცდის ცენტრია. ეს არის ანატომიური გული, ну, ის უფრო ზუსტად ზედანაწილია და ფსიქოსომატური ერთობა რადგან არსებობს ადამიანში, უფრო სწორედ პნევმასომატური, ანუ სულისა და ფიზიკური სხეულის ერთობა დაახლოებით აქ არის საძიებელი და ამას პრაქტიკაც აჩვენებს შემდგომში. და უფალი იმიტომ მეუბნება, სასუფეველი ეძებეს, ანუ ღმერთთან ერთობა ეძებეს შეზღუდულში. ყველგან იპოვი ღმერთის კვალს. პავლე მოციქული ამბობს, რომ როცა ადამიანი ურწმუნოა, მას გამართლება არ აქვს. იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ღმერთის კვალს დაინახავ, გონიერების კვალს. და გონიერების თან ის გონიერება, რომელიც სამყაროს გონიერად ქმნის, შემოქმედია, მხატვარია, მუსიკოსია, ხელოვანია, ყველაფერი ლამაზად არის შექმნილი და როგორ შეიძლება რომ ადამიანი თქვას ღმერთი არ არის, მაგრამ მთელი ცხოვრება შენ შეიძლება აი ეს ღმერთის ყოფიერება ადასტურო, ტომები დაწერო. ესე იგი, ისეთი ლოგიკა იყოს ამაში, რომ ნებისმიერი ათეისტიც კი დააჩოქო და დაამარცხო.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ ღმერთი იპოვე. თორე ეს არის ღმერთის კვალის ძიება და დადასტურება იმისა რომ ღმერთი არის. ქრისტიანობა გეუბნება რომ საკმარისი არ არის შენ ღმერთი თავად უნდა იპოვო. არა ღმერთის კვალი, არამედ ღმერთი. და ეს ხდება სწორედ ადამიანის შიგნით, რომელიც არის სრული თავისუფლების გარანტი. ადამიანი თუ შიგნით ჩავიდა, თუ ადამიანის გონების, გრძნობის და ნების გაერთიანება მოხდა, ხო? მაშინ ადამიანი თლიანდება როგორც არსება და ადამიანი ხდება თავისუფალი, ანუ ადამიანის პიროვნება ხდება დომინანტი ჩემს ბუნებაში. და მე უკვე ცხოვრობ და ვაკეთებ არა იმას, რაც ჩემ ბუნებას სურს, კუჩს, გულს, ჩემს განჟის უნარს და ასე შემდეგ. არამედ რასაც მე გადავწყვეტ პიროვნულად, აი ისე ვიცხოვრებ. ანუ ჩემი პიროვნება ხდება თავისუფალი ჩემი ბუნებიდან. ესმით, აი ეს არის, ამიტომაც არის რომ თავარი არის შინაგანი მდგომარეობა.